25 მარტი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა. Როგორც ცნობილია, რუსეთის იმპერიამ ის 1811 წელს გააუქმა. ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია 1917 წლის 25 მარტს აღადგინა და მისი დამოუკიდებლობა ყველა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ცნო, თუმცა ეს წერილობით დადასტურებული არ ყოფილა. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ძალისხმევით კი მსოფლიო საპატრიარქომ საქართველოს ავტოკეფალია ოფიციალურად 1990 წელს 4 მარტს ცნო. დღევანდელ დღეს 25 მარტი არის საქართველოს ეკლესიისთვის მნიშვნელოვანი დღე და დასაფიქრებელი ავტოკეფალიის აღდგენის დღე არის და ვიდრე ავტოკეფალიის აღდგენამდე ვისაუბრებთ, მანამდე არის გაუქმება ავტოკეფალიის და ეს მოხდა 1811 წელს და მანამდე გაუქმდა რუსეთმა სამეფო ესე ვთქვათ მმართველობა საქართველოში. შესაბამისად მეფე აღარ გვყავდა, მმართველი აღარ გვყავდა და ეკლესიასაც ეს ამის საფუძველზე რა თქმა უნდა არაკანონიერად მოხდა ჩვენი პატრიარქის გაწვევა, გადაასახლეს რუსეთში და შემდეგ გაუქმება და ეგზარქოსი დანიშნა. 106 წელი მოხდა ესე ვთქვათ გაუქმებული ავტოკეფალია, შემდეგ ქართველი ერის, სულიერი მამების, წმინდა სინოდის, დიდი მღვდელმთავრების, კათოლიკოს პატრიარქების და რა თქმა უნდა ილია მართლის და საერო მოღვაწეების ძალიან დიდი ძალისხმევით და მათ სიცოცხლის ფასად დაუჯდათ ეს 1917 წლის 25 დეკემბერს მოხდა გამოცხადება ავტოკეფალიის აღდგენა. ეს არ არის რაღაც მინიჭება ან ახალი რამე, ეს მოხდა მე-4 საუკუნეში ჩვენ უკვე ვახტანგ გორგასლის თაოსნობი ძალისხმევით და მანამდე ეს ეფუძნება ავტოკეფალია ყველამ კარგად ვიცით რომ 60 ქულო უნდა იყო, 60 ქულო მოღვაწეობის ერი უნდა იყო და ჩვენ გვაქვს ეს პატივი რომ მოციქულებმა იმოღვაწევეს და ამას ეფუძნება ჩვენი ავტოკეფალია მე-4 საუკუნე და მაშინ უკვე ყავდა ჩვენ ქართლის კათოლიკოსი და შემდეგ ესე ამ ხნის მანძილზე მე გაუქმება, შემდეგ ეს აღდგენა ავტოკეფალიის და მე მინდა გითხრათ და ყველამ კარგად ვიცით რომ რა დიდი წვლილი მიუძღვის მის უწმინდესობას საერთაშორისო აღიარებაში, იმიტომ რომ 1917 წლის 25 მარტს მართალია ფორმალურად მოხდა აღიარება სიტყვიერად და გამოცხადება, მაგრამ არსად დოკუმენტი არ იყო და ძალიან ბევრ რამეში ხელი ეშლებოდა საქართველოს ეკლესიას და საქართველოს ამ ყველაფერში და შემდეგ მისი უწმინდესობის აღსაყდრებიდან 77 წლიდან 90 წლამდე 1990 წლამდე იყო ძალიან დიდი შრომა, ძალისხმევა, მეცნიერ მუშაკების ჩართვა, ისტორიკოსების რომ ერთობლივი მასალა, დოკუმენტაცია მოემზადებინათ მსოფლიო საპატრიარქოს რომ აიღიარებინა საქართველოს უძველესი ავტოკეფალია. არა დაებრუნებინა ან მოენიჭებინა, არამედ აღედგინა ის ძველი, ეს 20-დან გვეკუთვნოდა ისტორიულად და მადლობა მის უწმინდესობას, მადლობა იმ დიდ პატრიარქებს ავტოკეფალიის აღდგენის მერე პირველი პატრიარქი კირიონ, რომელიც მონასტერში ვერაგულად მოკლეს და მერე შემდეგ რაღაც 1000 ცილის წამება მოხდა მასზე და კიდე იმ დიდ პატრიარქებს ამბროს ხელაიას, ილია მართალს, ლეონიდე კათოლიკოს, მადლობა ჩვენს უწმინდეს რომ საერთაშორისო ასპარეზზე ესე ვთქვათ 90 წლის 4 მარტს მოხდა მსოფლიო საპატრიარქოს მიერ ტომოსის გადმოცემა საზეიმოდ და ჩვენი უწმინდესის ძალიან დიდი ძალისხმევა არის. დღევანდელ დღეს საპატრიარქოს და მის უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით იხდება ყველა ეკლესიაში პანაშვიდი და პარაკლისი სამადლობელი ავტოკეფალიის აღდგენას დაკავშირებით. ყველას ერთად გილოცავთ, ეს ავტოკეფალია არის საქართველოს ეს ეკლესიის დამოუკიდებლობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი, ისე როგორც ქვეყნის დამოუკიდებლობა.